საბრი გააკეთე, ანუ თავის ქმარს რა უთხრა, შენი შვილი გარდაიცვალა, საბრი გააკეთე, პრეტენზია ალლაჰის მიმართ არ გამოხატო, კონდეს ალლაჰის იმედი, შენ თუ საბრს გააკეთებ, შენ დაგეწერება დიდი მადლი. ანუ სალიჰი ცოლი ეგ არის ძმებო. აი ხანდახან ვიღაცას მაგ გვეკითხება, რატომ მაინც და მაინც მუსლიმანი ქალი უნდა მოიყვანო მაგალითად. ან რატომ მაგალითად მლოცველი ქალი, რატომ ებადათიანი ქალი უნდა მოიყვანო ცოლად. ეგეთი ქალი გაგახსენებს შენს რა, საბრს გაგახსენებს. ეგეთი ქალი გაგახსენებს შენს რა, საბაბებს, რომელიც შეგიყვანს შენ მერე რა, სადა ჯანნატში. ჯაჰილი ქალი, რომელიც არ აინტერესებს ალლაჰი, არ აინტერესებს ჯაჰანამი, ჯანნატი, არ აინტერესებს, მაგას არ აინტერესებს არ შენი მომავალი. იმიტომ ნამდვილი მომავალი რა არის ძმებო? ჯანნატი. მაგითო ჩვენს დუებში ყოველთვის ალლაჰს უნდა რავსხოვოს ძმებო, ჩვენ მოგშვესა სალიჰი ცოლი პირველ რიგში, მერე სალიჰი რა ბავშვები. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი წესი არის ძმებო. ას ზოგს მას ავიწყდება. შენ თუ გინდა, შენი ცოლი იყოს სალიჰი, ალლაჰ იციან შენს რა უნდა იყო? შენს რა უნდა სალიჰი იყო? შეიძლება შენ რაღაცა მაგარი ჯაჰილი იყო და მაგარი სალიჰი ცოლი გინდა, ეგ არ გამოვა, არა. რატომ ძმებო? ალლაჰმა წესი დააწესა. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? კარგი ქალები, კარგი კაცებისთვის, ცუდი ქალები, ცუდი კაცებისთვის. და თუ შენი ცოლი გამოსწორდა, მაგალითად, ადამიანი არის ჯაჰილი, კაცი არის ჯაჰილი. ხან ლოცვობს, ხან არა, ხან სვავს, ხან არა სვავს და მისი ცოლი გამოსწორდა, ხიჯაბი დაიფარა, დაიწყო ლოცვა, კარგად ერიდება ცოდებს და ასე შემდეგ. მაგრამ ქმარი არ სწორდება. მაგ დროს რა ხდება? ვინის ალლაჰმა ეგ აკეთებს, რომ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შორდებიან. მაგალითად, შენ თუ ხედავ შენი ცოლი გამოსწორდა, შენც უნდა გამოსწორდე პირველ რიგში, უნდა ფრთხილად უნდა იყო. ეხლა რაღაცა ხდება, მეს უნდა გამოსწორდე, ცოლს დავკარგავ. მაგითაც მებო, ყოველთვის დუა ალლაჰს გავუკეთო, რომ სალიჰი ცოლები ჩვენ მოგცეს. ალლაჰს უზენაეს თხოვს, ვინც არ არის დაქორწინებული, ალლაჰ მაგათ ყველას მისცეს სალიჰი მეუღლეები. ამინ. აქ არის ძალიან ბევრი, აი ნახეთ როგორ თქვა, ამინ როგორ თქვა, როგორ ხარია. მაშაალლაჰ, ბარაკალლაჰუ ფიკუმ. გავაგზავნოს მებო.